კერძო სექტორის სამშენებლო მასალებისა და უძრავი ქონების გაძვირებას პროგნოზირებს ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. 2025 წლის ბოლოს საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 26,19 მილიარდი დოლარი, ანუ 72,4 მილიარდი ლარი იყო, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 70,4%-ია. თბილისში ტრამვაის მშენებლობა 4 კომპანიას სურს. ტრამვაის ხაზის პროექტირება მშენებლობის ტენდერში წინადადებები ერთმა ჩინურმა და 3 თურქულმა კომპანიამ წარადგინა. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე გალდენ ტაგარტმა 2026 წელს ტურიზმიდან მისაღების შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 100 მილიონით 4,19 მილიარდ დოლარამდე შეამცირა. ეროვნული ბანკის მონაცემებით სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორში 115 მილიონის სესხებია ბადა გადაცილებული. საქმის კურსი პირდაპირ ეთერში ბრუნდება დღის მთავარ ბიზნეს და ეკონომიკურ ამბებს მე ჟურნალისტი ანუკა ჯოხაძე გაგაცნობ. საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული მდგომარეობა და ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა მხოლოდ დიდი კრიზისის დასაწყისია. ასეთ პროგნოზს აკეთებს ნავთობპროდუქტების ტრეიდერი და ექსპერტი გიორგი კაპანაძე. მის თქმით, უახლოეს პერიოდში ნავთობის ფასი ბარელზე მინიმუმ $150 მიაღწევს. ექსპერტის განმარტებით, კრიზისის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევი მიზეზი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, რაც მიწოდების ჯაჭვს მნიშვნელოვნად აფერხებს. კაპანაძე აღნიშნავს, რომ სრუტის გახსნა უახლოეს პერიოდში არ იგეგმება, რაც ფასებზე ზეწოლას კიდევ უფრო გაზრდის. ეს მხოლოდ დასაწყისია, პირდაპირ შემიძლია თქვა. მინიმალური ნიშნული, რომელიც შეიძლება დადგეს, ეს არის ბარელზე $150. ჰორმუზის სრუტე არ იხსნება და არც აპირებენ გახსნას, როგორც ხედავთ, გააჩნია როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენებით. 75 წლის შემდეგ ირანის ნავთობი ესეთი მოცულობით არ გაყიდულა, როგორც ახლა იყიდება. ამას არც აშშ და არც ევროკავშირი არ უშლის ხელს. ფაქტობრივად სანქციები არაოფიციალურად მოხსნილია. თავიდან გაცხადებული იყო, რომ ტანკერებზე არსებულ საწოლზე იყო მხოლოდ საუბარი, მაგრამ როგორც დაგვირგვებები გვაჩვენებს, სულ ახალი და ახალი პარტიები გამოდის ირანიდან, მხოლოდ ხიდის იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც მათ მიმართ, ასე ვთქვათ, ლოიალურად, მინიმუმ ლოიალურად მაინც არიან განწყობილნი. არ ყიდიან ამერიკულ კომპანიებზე, არ ყიდიან ევროკავშირის კომპანიებზე და საკმაოდ დიდი ტვირთები გამოდის დღეს ირანული. ასევე რამოდენიმე ტანკერი გამოატარეს, ინდური ტანკერები გამოატარეს და მათ აქვს შესაძლებლობა კიდევ დიდხანს დაიკავოს ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილი. თუ კი ამას დაემატება კიდე სუეცის არხი, ეს იქნება აბსოლუტური კატასტროფა, შეიძლება მაშინ $200 ვიქილოთ ბარელზე. ნავთობპროდუქტების ექსპერტი და ტრეიდერი გიორგი კაპანაძე საწოლზე ფასების მკვეთრი მატების ფონზე გამოსავალს აქციზის გადახედვაში ხედავს. მისი თქმით, თუ ფასები ზრდა გაგრძელდება, სახელმწიფომ აქციზის ნულოვან ნიშნულამდე დაყვანა უნდა განიხილოს. ექსპერტის განმარტებით ამ ეტაპზე საქართველოში არსებული საწოვის მარაგების დიდი ნაწილი უკვე გამბაჟებულია და მასზე გადასახადები გადახდილია. თუმცა სამომავლო ზეწოლის შესამსუბუქებლად საგადასახადო შეღავათები აუცილებელი იქნება. ბიზოლის გენერალური დირექტორი კი თვლის, რომ აქციზის დროებითი გაუქმება გლობალური ტენდენციის გათვალისწინებით ამ ეტაპზე გამოსავალი ვერ იქნება. არსებული პროდუქცია, რაც შემოტანილია, მას ვერცად ვერ გავექცევით, ის უკვე განვაჟებულია, დიდი რაოდენობა, 80% მაინც და უკვე აქციის დადაღები გადახდილია და შესაბამისად მასზე გავლენას ვერ მოახდენს. თუ ბიუჯეტს საშუალება აქვს იმისა, რომ ნულამდე დაიყვანონ აქციის გადასახადი რაღაც გარკვეული პერიოდი, სანამ ეს რთული მდგომარეობა არის, ამ შემთხვევაში მისასალმებელი იქნება, მაგრამ თუნდაც იმ ნიშნულს დაუბრუნდეს, რომელიც იყო რამოდენიმე წლის წინ, აქციზის თვალსაზრისით ბენზინ დიზელთან მიმართებაში, ესეც არ იქნება ურიგო. ის ნიშნული აქციზის, რაც საქართველოში ქართული კანონმდებლობით იბეგრება იმპორტირებული ნავთობპროდუქტები, დღეს არსებულ დასთან მიმართებაში ძალიან შეიძლება ითქვას მცირედი არის, თუმცა ყველათაის მნიშვნელობა აქვს და ბუნებრივია ყველათაის ფასის შემცირება მომხმარებლისთვის ეს არის შვება. მე დღეს ვერ ხედავ ამაში ხსნას, რომ ჩვენ თავი დავიცვათ აქციზის დროებითი შეჩერებით, გადახდის შეჩერებით, რომ თქვათ ამით შევაჩეროთ ფასები, იმიტომ რომ ნავთობის ფასები გააცილებით 4-5-ჯერ უფრო გაზრდილია, ვიდრე გაუქმებული აქციზი. ნავთობპროდუქტების გაძვირება და ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი ბუნებრივია გავლენას ახდენს თითქმის ყველა სფეროზე, რომელიც საქმიანობაში ელექტროენერგიას და საწოვს იყენებს. ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ საქართველოში ნავთობპროდუქტები თითქმის 90%-მდე გაძვირდა. შესაბამისად გაძვირდა ლოგისტიკაც. იმპორტიორი კომპანიები იძულებული არიან მომწოდებლებისგან გაძვირებული პროდუქცია იყიდონ. დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ამ ეტაპზე კომპანიები ფასების ზრდისგან მაქსიმალურად იკავებენ თავს, თუმცა მომწოდებლებისგან უკვე მიიღეს გაფრთხილება
ამიტომ თუ საწვავზე ფასი არ შემცირდა, ბიზნესი იძულებული იქნება გაზრდილი ხარჯები პროდუქციის ღირებულებაში ასახოს. მით უმეტეს საწვავის მზარდი ფასებიდან გამომდინარე გაძვირებულია შიდა ლოგისტიკაც. რიგ პროდუქციაზე გარკვეული ცვლილებების შესახებ საერთაშორისო მომწოდებლებმა, რა თქმა უნდა, უკვე მიაწოდეს კომპანიებს ინფორმაცია. ეს ფასთა ცვლილება ამ ეტაპისთვის რაიმე მნიშვნელოვნად შესვლილია, გაზრდილი არ არის, მაგრამ თუ კი უახლოეს პერიოდში გარკვეული სტაბილურობა არ შეიძინა საწავლის ფასმა და არ დაიწყო შედარებით რაღაც სტაბილურ ნიშნულზე არ ჩამოვიდა და კლება და პროგრესირებადი ზრდა გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ეს უკვე უფრო დააჩქარებს პროცესს, აიცახოს იმ ფასში პროდუქციის, რაც დღეს თაროზე გვაქვს. ბაზარზე სამშენებლო და სარემონტო მასალების და შესაბამისად უძრავი ქონების გაძვირების მოლოდინია. სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორში აცხადებენ, რომ მშენებლობისა და რემონტისთვის განკუთვნილი ყველა ძირითადი მასალა გაძვირდა. მათ შორის ყველაზე მკვეთრად გაძვირება პლასტმასისა და პოლიეთილენის შემცველ ნაკეთობებს შეეხო, რომლის ძირითადი მომწოდებელი ირანი იყო. გაძვირებულია პლასტმასის მილები, არმატურა, სარემონტო ფილები და სხვა სახის პროდუქცია. როგორც რეალიზატორები აცხადებენ, ფასების შენარჩუნებას ამჟამად მარაგების ხარჯზე ახერხებენ, თუმცა სამშენებლო მასალების ფასების 20-30%-იანი ზრდა გარდაუვალია. როგორ აისახება მზარდი ფასები მშენებლობის ღირებულებაზე და რა განაპირობებს ფასების მატებას? ეკა გაზდელიანი გვერდდება თემის დეტალებით. პირდაპირ ეთერში ეკა გისმით. მოგესალმები ანუკა. კერძო სექტორის წარმომადგენლების განმარტებით ფასების ზრდას რამდენიმე კომპლექსური ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის უმთავრესია საწვავის გაძვირება, რამაც ავტომატურად გაზარდა ტრანსპორტირების და ლოგისტიკის ხარჯები. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ და ზოგადად სამართლებრივ კრიზისმა გავლენა, როგორც ხედავთ ამ სექტორზეც მოახდინა ლოგისტიკის გაძვირებისა და წარმოებაში გაზრდილი ხარჯების გათვალისწინებით. სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელ გორგიაში განმარტავენ, რომ საქართველოსთვის მასალების ძირითადი მომწოდებლები არიან ირანი, ინდოეთი, ჩინეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები. პოლიეთილენის და პლასტმასის ნედლეულის ძირითადი მწარმოებელი იყო ირანი, სადაც ქარხნების ნაწილი დახურულია. ინდოეთში გაზის მიწოდების შებეხების გამო ფილების მწარმოებელი ქარხნების უმრავლესობა დაიხურა. ჩინეთში გარკვეულ პროდუქტებზე სახელმწიფო სუბსიდირება მოიხსნა, ხოლო თურქეთში ფასებზე გავლენას ვალუტის კურსის მერყეობა ახდენს. შესაბამისად, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების სხვაობა სხვადასხვა პროდუქციაზე 5-დან 40%-მდე ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს ბაზარს, გორგიას აღმასრულებელი დირექტორი თორნიკა გურული ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ზოგიერთმა კომპანიამ ფასების ზრდა უკვე დაიწყო, ხოლო გორგია საღდგომო პერიოდამდე ფასების შენარჩუნებას მარაგების ხარჯზე ახერხებს, თუმცა შემდეგ ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება. ჩვენათგანაც გვაქვს ცენტრალური ძალიან დიდი საწყობები, ჯერჯერობით მარაგები კიდევ გვაქვს და წინა სააღდგომო პერიოდში არ ვაპირებთ პროდუქტების გაძვირებას, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა და რამე ტიპის პროგნოზი არ შეიცვალა, სააღდგომის შემდგომ პერიოდში ჩვენს გავაძვირებთ ცალკეულ მიმართულებებზე ფასებს. ეს იქნება 5-დან 30%-ის ფარგლებში, გააჩნია პროდუქტს, გააჩნია ნედლეულს, გააჩნია ტრანსპორტირებას ამ სამ კომპონენტს. 100%-ად შემიძლია გითხრათ, რომ თუ ტენდენცია ასე წავიდა, უძრავ ქონებაზე ფასები აუცილებლად გაიზრდება. ჩემი პროგნოზი არის დაახლოებით 20%-ის ფარგლებში. სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარზე ფასების მატება საბოლოო ჯამში მოსალოდნელია, რომ უძრავი ქონების თვითღირებულებაზეც აისახება. მაგალითად, სამშენებლო კომპანია იბერკომპანიაში ფასების ზრდის რამდენიმე ძირითად მიზეზს ასახელებენ. კომპანიის დირექტორის განმარტებით, საქართველოში ირანიდან წლიურად დაახლოებით 280 მილიონი დოლარის პროდუქცია შემოდიოდა, რომლის დიდ ნაწილს შედარებით იაფი ეგრეთ წოდებული ეკონომ სეგმენტის სამშენებლო მასალები შეადგენდა. დღეს კი ირანიდან პროდუქციის შემოტანა თითქმის შეჩერებულია და ბაზარს უკვე ძვირიან ალტერნატივებზე უწევს გადართვა. გარდა ამისა, ამას ემატება ენერგომატარებლების და ფინანსური რესურსის გაძვირება, რაც საბოლოო ჯამში მოსალოდნელია, რომ პროდუქტის ღირებულებას მისი პროგნოზით უკვე 10%-ით გააძვირებს. ერთი რო ავიღოთ, რომ ირანიდან შემოსული პროდუქციის ამოვარდნა არის ბაზიდან ეკონომ პროდუქტის ამოვარდნა მოსალოდნელი, მეორე თვითონ ნებისმიერი პროდუქცია, სამშენებლო პროდუქციის წარმოება ძვირდება და მესამე ფაქტორი, რასაც ვფიქრობ ასევე ზეგავლენას მოახდენს, არის ფინანსური რესურსების ღირებულება. ვფიქრობ, რომ თუ ეს კონფლიქტი გაგრძელდა დროში, ხანგრძლივი პერიოდით, ვფიქრობ, რომ ფინანსური რესურსის კომპონენტიც აუცილებლად ფანდინგის ნაწილი აუცილებლად გაძვირდება, რაც მაფიქრებინებს საბოლოო ჯამში, რომ დაახლოებით 10%-იან გაძვირებას უნდა ველოდოთ. ეს საშუალო მონაცემია, ზოგი მეტად, რა თქმა უნდა, ზოგი ნაკლებად.
თუ როგორ იქნება ფასების ზრდა და გაგრძელება თუ არა გაძვირების ტენდენცია გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე და ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებაზეა დამოკიდებული, თუმცა კერძო სექტორში არ გამორიცხავენ, რომ ფასების ზრდას გრძელვადიანი ეფექტი შეიძლება ქონდეს. უფრო ვრცლად ამ საკითხზე 19 საათზე ჩვენს შემოჩამებელ გამოშვებაში გიამბობთ. მადლობა ეკა, ეს ეკა გაზდელიანი იყო, რომელმაც სამშენებლო და სარემონტო მასალების გაძვირებაზე შეფასებები გაგვაცნო, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. საბანკო სექტორში დაკრედიტების ტემპი დაჩქარდა. თებერვალში კომერციულ ბანკებში დაკრედიტების წლიური ზრდა 14%-ს აჭარბებდა. გასულ თვეს 11%-ით იყო გაზრდილი ბიზნეს სესხების მოცულობა. საბანკო სექტორში მოლოდინი აქვთ, რომ წელს აქტივობა ურნიშნან ნიშნულზე შენარჩუნდება, თუმცა ინფლაციის გაზრდილი მოლოდინების ფონზე სექტორში წელს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ნაკლებად ვარაუდობენ. სპეციალისტების ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ კიდევ უფრო ხანგრძლივად რეფინანსირების განაკვეთის გამკაცრებულ ნიშნულზე შენარჩუნებამ ნეგატიური გავლენა მოახდინოს დაკრედიტების ტემპზე. როგორია ტენდენციები საბანკო სექტორში და მოლოდინები. ნუცა შუბაშვილმა მოისმინა შეფასებები და დეტალებს პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს ნუცა გისმით. ანკო მოგესალმებით. დიახ, თუ კი გასული წლის ბოლოს საბანკო სექტორში დაკრედიტების ზრდის ტემპი 12-13%-მდე იყო შენელებული, წელს სექტორში დაკრედიტების შედარებით გააქტიურება შეინიშნება. თებერვალში საბანკო სექტორის პორტფელი 14.2%-ით 71 მილიარდ 60 მილიონი ლარით იყო გაზრდილი, მათ შორის 4.4 მილიარდი ლარით, ანუ 11%-ით იყო გაზრდილი ბიზნეს სესხების მოცულობა. როგორც საბანკო ასოციაციაში ჩვენთან საუბარში განმარტავენ, დაკრედიტების შედარებით გააქტიურება ბიზნეს სექტორში მოლოდინების დასტაბილურებას უკავშირდება. ასოციაციაში მოლოდინი აქვთ, რომ წელს საკრედიტო აქტივობა ორნიშნულ ნიშნულზე შენარჩუნდება, თუმცა ამავდროულად აღნიშნავენ, რომ კორპორაციული სესხებისგან განსხვავებით შედარებით ნაკლები აქტივობა ფიქსირდება მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში. გარდამავალ პერიოდს დავარქმევდი ალბათ წინა პერიოდს, როდესაც უფრო შენელებული იყო ტემპი. ორნიშნა ზრდის ტემპი არის საბანკო სექტორში, როგორც იცით, ეკონომიკური ზრდის ტემპიც 8.4% დაფიქსირდა, რაც ასევე ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვანი არის, რომ ვთქვათ, რომ ამ საბანკო სექტორი და რეალური ეკონომიკა აგრძელებს ზრდას. ვალდებურად რითეილი და კორპორატიული სესხები ზრდის ტემპი ნარჩუნდება მაღალ დონეზე. მცირე და საშუალო ბიზნესის სესხები ზრდის ტემპი ნორმალურად არის, მაგრამ მაინც შედარებით ნაკლებია ვიდრე კორპორაციული და ფიზიკური პირების დაკრედიტება. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, თებერვლის მდგომარეობით ბანკებში არსებული საშუალო საპროცენტო განაკვეთი 13.9% იყო, მათ შორის ლარის სესხებზე საშუალო განაკვეთი 15.8% იყო, ხოლო უცხოური ვალუტის სესხებზე 8.8%. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ინფლაციის გაზრდილი მოლოდინების და რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო ხანგრძლივად გამკაცრებულ ნიშნულზე შენარჩუნების ფონზე სექტორი წელს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ნაკლებად ელოდება. სპეციალისტების ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ რეფინანსირების განაკვეთის უფრო გამკაცრებულ ნიშნულზე შენარჩუნებამ ნეგატიური გავლენა შეიძლება მოახდინოს დაკრედიტების ტემპზე, მათ შორის სამომხმარებლო სესხების ნაწილში. საპროცენტო განაკვეთები ჯერჯერობით მგონია, რომ შენარჩუნებული იქნება იგივე დონეზე. შარშან გარკვეული ეფექტი იყო და წლის ბოლოსკენ ცოტა შემცირდა. რეალურ მაჩვენებლებში შესაძლებელია მაინც შემცირების ტენდენცია შენარჩუნდეს, იმიტომ რომ პორტფელზე ცოტა გვიან აისახება ხოლმე რეალური საპროცენტო შემცირება, მაგრამ რო გითხრათ, რომ ეხა პროცენტზე მკვეთრ ცვლილებებს ველოდებით არ ველოდებით. არა მარტო იქიდან გამომდინარე, რომ არა მხოლოდ საქართველოში მონეტარული პოლიტიკა, არამედ როგორც იცით, ევროზონა შეინარჩუნეს, ფედერალურმა რეზერვმა შეინარჩუნა საპროცენტო განაკვეთი, აქედან გამომდინარე არ ველოდებით, რომ მკვეთრი ცვლილებები იქნება შემდეგ პერიოდში. რესურსი არსებობს, ლიკვიდობა არსებობს, ამ თვალსაზრისით ზრდის ტემპზეც აისახება, მაგრამ საპროცენტო განაკვეთებზე ჯერჯერობით არ ველოდებით მკვეთრ ცვლილებებს. ბოლო 2 წელი რეფინანსირების განაკვეთი არ გაზრდილა, მაგრამ საპროცენტო განაკვეთები მაინც მცირედით შეიცვალა ზრდის მიმართულებით. რისი მიზეზიც ერთ-ერთი არის ზოგადად ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და რისკების ზრდა. შესაბამისად, თუ ეს პირობები არ შეიცვალა, თავისთავად საპროცენტო განაკვეთების შემცირებას არ
უნდა ველოდოთ პირიქით თქვათ საპროცენტო არსებული საპროცენტო განაკვეთების პირობებში შესაძლებელია პორტფელის ზრდის ტემპიც შემცირდეს, რადგან აქ კიდევ სხვა ფაქტორები ერთვება, როგორც ვთქვი, ეს ინფლაცია, ფასების ზრდა და მოქალაქეების განწყობა, ხო მოხმარებლების განწყობა. ხა როცა ველოდები ფასების ზრდას, მე ნაკლებ ფინანსურ რისკს ავიღებ თავზე, ხა კიდე სესხის პროცენტი დავიმატო სახტელი, თუ აუცილებლობა არ მაქვს, აი ასე ფიქრობენ ადამიანები, დარწმუნებული ვარ. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში გააქტიურებულია იპოთეკური დაკრედიტება, წელს იანვარ-თებერვალში იპოთეკური სესხების პორტფელი 33%-ით რაოდენობრივად და სესხები 19%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული ერთი მხრივ უძრავ ქონებაზე გაზრდილი მოთხოვნით, მეორე მხრივ კი ეროვნული ბანკის მხრიდან რეგულაციების შემცირებას უკავშირდება, თუმცა თავად დეველოპერულ სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გამოწვევას წარმოადგენს როგორც იპოთეკურ სესხებზე, ასევე ზოგადად ბიზნეს სესხებზე არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები. ამ მიმართულებით უფრო მეტ შეფასებას მაყურებელ საქმის კურსის შემაჯამებელ გამოშვებაში გავუზიარებთ. მადლობა ნუცა ეს ნუცა შუბაშვილი იყო, რომელმაც საბანკო სექტორში არსებული ტენდენციები გაგვაცნო. ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორში ვადაგადაცილებული სესხები მზარდია. 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით ამ სექტორში 115 მილიონი ლარის კრედიტები არის ვადაგადაცილებული, რაც პორტფელის 3.8%-ია. შედარებისთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდში სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორის ვადაგადაცილება 78 მილიონი ლარის კრედიტებს, ანუ მთლიანი პორტფელის 2.6%-ს შეადგენდა. ამასთან ეს სექტორი დაკრედიტების კლებით გამოირჩევა და ის თითქმის 3 წელია 3 მილიარდ ლარს შეადგენს. მაშინ როდესაც მთლიანად საბანკო დაკრედიტება წელს 14% გაიზარდა. უფრო დეტალურად თუ კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში სექტორის საკრედიტო პორტფელი 3 მილიარდი ლარი იყო, 2026 წლის თებერვალში ის 3.2 მილიარდი ლარი იყო. სავარაუდოდ ამ სექტორში ჭარბი მიწოდების რისკიდან და გაზრდილი ვადაგადაცილებიდან გამომდინარე კომერციულმა ბანკებმა ახალი სასტუმროების დაკრედიტება შეამცირეს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 26.9 მილიარდი დოლარი, ანუ 72.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2025 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 64.4%-ია. სების მონაცემებით მეოთხე კვარტალში ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი წინა კვარტალთან შედარებით 342.7 მილიონი დოლარით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.7 მილიარდი დოლარი, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 30.7% შეადგენს. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 9.2 მილიარდი დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები კი 780.9 მილიონი დოლარი. რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციებს და სესხებს, ეს შესაბამისად 473.1 მილიონი დოლარი და 1.3 მილიარდი დოლარი იყო. გასული წლის ბოლოს ბანკების დავალიერებამ კრედიტორების მიმართ 9.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. სხვა სექტორების საგარეო ვალი 5 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო კომპანიათა შორისი ვალი 2.4 მილიარდი დოლარი. თბილისის ტრამვაის პროექტის განხორციელებას უჰანის მუნიციპალური კომპანია და 3 თურქული კომპანია სთავაზობს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული ტრამვაის 7,5 კილომეტრიანი ხაზის და დეპოს პროექტირება მშენებლობის ტენდერში წინადადების მიღება დასრულდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 416.6 მილიონ ლარს შეადგენდა და მასში მონაწილეობა სულ 4 კომპანიამ მიიღო. მონაწილეთა შორის 3 თურქული და 1 ჩუნური მუნიციპალური კომპანიაა. მათ შორის ყველაზე მაღალი ფასი წარადგინა თურქულმა კომპანიამ დოგუს ინშაატმა 412.6 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო ყველაზე დაბალი ფასი 287.6 მილიონი ლარის ოდენობით დაფიქსირდა, რაც სატენდერო ფასზე 129 მილიონი ლარით ნაკლებია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ახლა კომპანიების წინადადებები და მათი გამოცდილებები უნდა შეამოწმოს, რაც მსგავსი პროექტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას მოიცავს. თუ კი გაირკვევა, რომ რომელიმე კომპანიას არ აქვს ტრამვაის ხაზის დაპროექტება მშენებლობის გამოცდილება, ტენდერიდან მათი დისკვალიფიკაცია მოხდება. დიდუბიდან დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის 7,5 კილომეტრიანი ხაზის და ტრამვაის დეპოს მშენებლობაზე პირველი ტენდერი 2025 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, რომელიც ჯერ იანვრამდე გახანგრძლივდა, შემდეგ კი 2026 წლის 13 თებერვალს ხელახლა გამოცხადდა და მისმა ვადამ 31 მარტამდე გადაიწია. ტენდერის ვადის გაგრძელების უმთავრესი მიზეზი უკავშირდებოდა კომპანიებისთვის სათანადო ვადის მიცემას, რათა საკუთარი წინადადებები მოემზადებინათ. საქმის კურსი 17 და 30 წუთზე ამით დასრულებულია. თქვენ კი უნდა დაელოდოთ ჩვენ შემაჯამებელ გამოშვებას, რომელიც BMG TV-ზე 19 წუთზე იწყება.